გადაცემის შემდეგი სტუმარი სანდრო რაქვიაშვილს ვთხოვ რომ დაიკავოს ადგილი გავაგრძელებთ საუბარს საბიუჯეტო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, სოციალური ჯანდაცვის გამოწვევებთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო სანდრო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენი განცხადება ვნახეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ უბრალოდ ბავშვებს არ ვაფასებთ, ჩვენს საზოგადოებაში ბავშვი ძალიან იაფიღირს. ეს სიტყვები გეკუთვნით თქვენ. გითხარით რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? პირველ რიგში სანამ ბავშვებზე ვიტყვით, ერთ-ერთი პრობლემა ზოგადად რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ხშირად სადღეგრძელოებს ვამბობთ, რომ ბავშვები გვიყვარს, მომავალი თაობა, თაობებზე ზრუნავთ, მაგრამ აი ელემენტარულად ეს პრობლემა რომელიც დღეს საუბრობთ, მათ შორის იმით არის და იმიტომ დაიწყო, რომ ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვები მშობლებს ნაკლებად უყვარს, ვიდრე ბიუროკრატებს და მინისტრებს. ამიტომ პრინციპული გადაწყვეტილება როგორ უმკურნალოთ ბავშვებს, მთავრობაზე გვაქვს ჩამოკიდებული და მინისტრი ან ბიუროკრატები გვეუბნებიან, როგორი შედეგების მისაღებია და არა. იმისას რომ ეს იყოს ზოგადად მშობელზე დამოკიდებული და ეს სერიოზული პრობლემა, იმიტომ ეს არ ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ზოგადად ყველგან ეხება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ პასუხისმგებლობას ჩვენ შვილებზე მთავრობას ვაკისრებთ. ეს რო ასე არ იყოს ზოგადად მოწყობილი და მშობელი იყოს პასუხისმგებელი თავის ბავშვზე, მაშინ ეს იქნებოდა ექიმის და მშობლის ურთიერთობის საკითხი და მეტი არაფერი. მაგრამ ეს პირველი ნაწილია გლობალური პრობლემის, რომელიც გვაქვს. მეორე, რაც თქვენ ახსენეთ, ეს სამწუხაროდ უბრალოდ ფაქტად ძალიან ღარიბები ვართ. აი ეს კურნალობა ამ ბავშვების რო ღირდეს 1000 ლარი. მთავრობას რო არ გადაეხადა, ჩვენ ხო შევაგროვებდით ამ ფულს და ხო გადავიხდიდით. ხო, მაგრამ ჩვენ იმდენად ღარიბები ვართ, რომ აი მთავრობა შეიძლება არ მოგწონს რაღაც სულად აკეთებს, მაგრამ იმის ფული არ გვაქვს, რომ ჩვენ რამდენიმე 10 მილიონი გადავიხადოთ ყოველ წელს ამ ბავშვებისთვის და რამდენი ასეთი ბავშვი მოიძებნება სხვადასხვა პრობლემით, რომელსაც ასე ჭირდება, ხო? აი იგივე პრობლემა შვეიცარიაში არ მოხდებოდა, ჩვენ მდიდრები ვიყოთ. და იმ ფულს ხო შევაგროვებით, მაგრამ როგორ უნდა მოსთხოვო ღარიბ ადამიანს, რომელსაც ისედაც უაღროვი გაჭირვება აქვს, რომ კიდე რაღაც ფული გაწიოს, როცა მთავრობა საშუალოდ ერთ ადამიანს 10000 ლარს ართმევს წელიწადში. ანუ საშუალოდ საქართველოს მოქალაქე მთავრობას აღლევს 10000 ლარს. ამ ბავშვებს რო დავეხმაროთ, საჭირო რომ 10 ლარი გამოვყოთ იქიდან. ანუ 10000-დან 10 რო გამოვყოთ, ამ ბავშვებს პრობლემა აღარ ექნებოდა, ну, კონტროლს ის პრობლემა. ანუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით ამ საკითხის მოგვარება და 35 მილიარდია ბიუჯეტში საუბარია, რომ ბავშვებს ჭირდებათ რაღაც 30 მილიონი. და ეს არ არის თან ეს მარტო ვიცით რა შეასაქმე, რასაც ვაკვირდები, მათ შორის დავაკვირდი სოციალურ ქსელებში ქართული ოცნების ხარდამჭერები, რომელიც პოლიტიზაცია რომ მოხდა ამ საკითხის, ეს ბუნებრივია, უცბად ვიღაცა იმასაც კი ბედავს რომ ამბობს, რომ რა საჭიროა ეს სულ რამდენიმე წლით გაახანძლივეს ცხოვრებასო და ასე რაღაც კომენტარები შეხვდა. აი წარმოიდგინეთ რომ რამხელა ტრაგედია ოჯახისთვის. როცა შენი შვილი ასეთ რაღაცა დაემართება და სულპასუხიანი ცხოვრება არ ექნება და ცხოვრება ხანძლივობა შეუმცირდება და კიდე ვიღაცა შენ გასწავლის რომ შენმა შვილმა უნდა ტანჯვაში გაატაროს რამდენიმე წელი, იმიტომ რომ ნუ აი როგორ გადავიხავთ ამაში 100,000 დოლარი. რამხელა ტრაგედია ადამიანურად ამდენად აი მორალური პრობლემაა, ხო? და აი ამის იქეთ კიდე მესამე პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ღარიბები ვართ და ადამიანის სიცოცხლეს ისე არ ვაფასებთ, რომ 100,000 დოლარი ეს ავშფოთეთ და გადავიხადოთ. ну, მართლა ბევრთვის ძალიან დიდი თანხაა. მაგრამ 35 მილიარდი რას ბიუჯეტში. ამ ბიუჯეტიდან გასაგებია მთავრობას სულიერ სერვისთან რაღაც ხარჯები საჭიროა და ახლა მინისტრის ხელფასი რაც არ უნდა იყოს, ვერ დაფარავს რაღაცას, ან რაღაც შეიძლება რაღაცას მანქანას მართლა ჭირდებოდეს და რაც ყველაფერი შეიძლება გაიგო. მაგრამ ნუ თუ 35 მილიარდში არ მოიძებნება ისეთი 35 მილიონი, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ამ ბავშვების სიცოცხლე. ეს ხო მარტივი კითხვაა. აი მაგალითად ყველაზე ისეთი წლებია რომ საუბრობთ რომ რთველი სუბსიდირება არავის არ ჭირდება. რომ გასაუქმებელია, ამით ვაფუჭებთ მთელ ინდუსტრიას, რომ ცუდი ყურძენი მოყავთ ამის გამო და უვარგის ყურძენს მერე სპირტად აქცევენ ქარხნები. აი ნუ თუ აი ჩემი წინაპრების ნაწილი გურჯაანიდან არიან. აი გურჯაანში ადამიანის ხოროს, ნუ თუ მას რო ყურძენი ძურად უნდა გაყიდოს, ურჩევნია ძურად გაყიდოს, ვიდრე ეს ბავშვები რო ადრე მოკვდნენ და ტანჯვაში მოკვდნენ. აი ხვდებით ის კი არა რომ რაღაც გასაგებია მთავრობა სარამოცმენა ქართული ოცნების ამორჩეველიც კი სინამდვილეში ხო უნდა აღშფოთეს, იმიტომ რომ აი კაი მე ფულს შოულობ რაღაც ტენდერში ვიშოვებ ფული, რაღაცაში ვიშოვებ, ამ 35 მილიარდისგან რაღაცა ფული მივიღე, მაგრამ ირიბად ხო ამ ბავშვებს ვკლავთ.
ამ ბავშვებს ვაწვალებთ, მათ მშობლებს ვაწვალებთ. რამხელა ტრაგედია უბრალოდ ადამიანს რო დაფიქრდეთ. 50 ოჯახზე საუბრობთ ხო დაახლოებით. რატომ არ აკეთებს ამას ქართული ოცნება? მე საბოლოო ჯამში მგონია რომ ამ შემთხვევაში მთავრობის ქცევა არის პასუხი ჩვენ საზოგადოების მდგომარეობაზე. იმიტომ რომ ეს ხო აი როგორ გითხრათ თუ ხალხი არ აღშფოთდება და შეიძლება ვიღაცა მაგალითად აღშფოთდეს იმიტომ რომ ქართული ოცნება არ მოსწონს. მაგრამ მე მგონია რომ ჩვენ რომ ჯანსაღი საზოგადოება ვიყოთ ქართული ოცნების ამორჩევლია აღშფოთდებოდა იტყოდა რომ კაცო 35 მილიარდს ხარჯავთ. კარგი ნაცები არ მოწონს რაღაცა deep state ყველაფერი გავიგე მაგრამ 35 მილიარდში ნუ თუ მართლა არ მოიძებნება 35 მილიონი. სამდელში ასეთი დაავადებები ბევრი არის ხოლმე. ცოტა ადამიანს ეხება ხოლმე, მაგრამ ზოგადად სხვა ტიპის დაავადებებისაც ძალიან ძვირია მკურნალობა. და ჯამში რომ დააგროვოთ, ეს არც ისე დიდი თანხა გამოდის. რამდენიმე 100 მილიონი წელიწადში შეიძლება თლიანად ფარდეს ამ თელ ხარჯებს. უბრალოდ აი 35 მილიარდია იქ ხვდებით? აქეთ ადამიანური ტრაგედიები. თუ რომ აი სულ აი რანაირი პოლიტიკური კონტექსტია, ეს ნამდვილად პოლიტიკური პრობლემა, იმიტომ რომ ეს არის ამორჩევლის არჩევანი, როგორი მთავრობა სჭირდება. რა არის მთავრობის საქმე და რა არ არის მთავრობის საქმე, მაგრამ აი ძალიან ცეთი ნათელი მაგალითია, რომელიც უბრალოდ აგერ ბავშვები ტანჯებიან და აქეთ 35 მილიონია. მე ვერ მოთხოვ ჩვენ მოქალაქეებს, რომ მოდი შეაგროვეთ 35 მილიონი წელიწადში. ღარიბები ვართ, ხვდებით? ამ პრობლემას სიღარიბის ჩვენ ერთბაშად ვერ მოვაგვარებთ და ხვალ ვერ გამდიდრდებით. მაგრამ ამ 35 მილიონს ვთხოვთ მთავრობას, იმიტომ რომ 10000 ხო წაართვია მოქალაქეებს საშუალოდ. ამ 10000-დან კაცო 10 ლარი გამოყავი. ეს პრობლემა მოგვარდებოდა. და მე მგონი მეორე მხრივ ბატონ სანდრო ჩაგეკითხებით თუ შეიძლება წინა სტუმარსაც ვკითხეს და თქვენი აზრიც მაინტერესებს. მეორე მხრივ ქართულ ოცნებას შეუძლია მოიგოს მოქალაქის გული თუ კი ამ ნაბიჯს გადადგამს, ხო? აი თუნდაც მის ამომრჩეველზე გათვლილი რომ იყოს ეს ნაბიჯი სხვა თუ არაფერი. ანუ ეს არის ნაბიჯი ბავშვები იხსნა ამხელა ტანჯვისგან და ხანმოკლე ცხოვრებისგან, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი ფაქტია და ეს ასეა, ხო? აი თუნდაც ამის გამო მაინც რატომ არ იდგმება, რატომ არ ინდომებს ქართული ოცნება იმას, რომ გადადგას ეს ნაბიჯი და მაგალითად მოიგოს საზოგადოების გული? ო, მე არ ვიცი, მე ამიტომაც იმედი მაქვს, რომ მე გამოსწორდეს. მე მათ შორის მაგალითად აი ეს ის შეხვედრა, როცა ჩემი არის ეკლესიამ უნდა თავის სიტყვა თქვას. აი შეიძლება ეკლესია არ ერეოდეს მონეტარულ პოლიტიკაში, ან რაღაც პოლიტიკურ საკითხებში, ეს სულთა პოლიტიკურ რაღაც არჩევნების საკითხი და შემდეგ, მაგრამ ეს მართლა ძალიან ისეთი მორალური საკითხია. და მე ვისურვებდი მაგალითად რომ ეკლესიის ნებისმიერ წარმოადგენს თქვას, აი მართლა ხო ადამიანის სიცოცხლეზე ზოგადად ეკლესია ხო იმით გამოირჩევა რომ ქვემოქმედებაზე ხარჯავენ ფულს და ადამიანებს ეხმარებიან და აქაც ამაზე საუბრობთ ჩვენ რა გვინდა მაგალითად პირობითად რაღაც აგროსესხი დავასუბსიდიროთ იპოთეკური სესხი დავასუბსიდიროთ თუ აი ამ 50 ოჯახს დავეხმაროთ მეტი ხვარაფერი ამ კითხვა არის ეს ხო მორალური არჩევანია აქეთ სესხები მანქანები რა ვიცი შენებლობა რაღაცა მილიონი რაზეც იხარჯება მთავრობას ვიღაც შეიძლება მართლა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს რაღაც თავდაცვის ხარჯები თქვა რომ ნუ არ სხვა არ შეიძლება მაგრამ ამ 35 მილიარდში თუ მიძებნება რაღაცას ნაკლებად მნიშვნელოვანია მე მგონი აი ეკლესიას რო ეთქვა რომ მოდი დავეხმაროთ ან რო ეთქვა რომ კარგი მთავრობას თვარ უნდა ჩვენ შევაგროვეთ ფულს ეკლესიას ნამდვილად აქვს იმის ავტორიტეტი რომ ეს ფული შეგროვდეს დარწმუნებული რომ რომელი ბიზნესმენი უცბად ჩადებს ფულს თუ ეკლესია ის წარმოგიდგენს რომ შევაგროვოთ და დარწმუნებული რომ მთავრობა ამის შემდეგ პოლიციას შეცვლის. და ამიტომ უბრალოდ რაღაცნაირად ეს საზოგადოებრივი რაღაც მორალური პრობლემაა უბრალოდ საზოგადოებაში, რომელიც მე გამოძახილია მთავრობის ქცევა, იმიტომ რომ თუ შენ ხვდები რომ შენ არ ზიანდები ამისგან პოლიტიკურად, იმიტომ რომ ოპოზიციური ელექტორატი ისედაც შენი არ იყო. ისინი გალანძღავენ ქართულ ოცნებას, რომც არ იყო სალანძღავი ბოლოს და ბოლოს. და სამართლიანი ლანძღები თუ არა სამართლიანი ეს მეორე ხარისხოვანია. მაგრამ აქ თავარი არის ქართული ოცნების ამორჩეველი, რაზეც ისინი დგანა. ხო და თუ აი ეს ამორჩეველი ვერ ხედავს ამაში პრობლემას, აი მაშინ მთავრობამ შეიძლება სხვაგვარად მოიქცეს. ამიტომ მე ამ შემთხვევაში ნაკლებად მაღელს მთავრობის ქცევა. მე მგონი ეს უბრალოდ გამოძახილია ჩვენი საზოგადოების პრობლემის. იმიტომ რომ მათ შორის ვიღაცას გონია რომ თუ აი ამ ოჯახის წევრებს შორის ან მის ხარდამჭერებს შორის ვიღაც ოპოზიციონერი გაერია, უკვე საკმარისია რომ ლანძღოეს ხალხი და დაიჯერო რასაც მთავრობა ამბობს. აი ისეა მოწამული ჩვენი მოსახლეობის ტვინები აი რაღაც ნაცვლად ხობს რო ეძახით, ხო? რომ უბრალოდ აი რაშვაშია მართლა. რაშვაშია რა წდება ამით ან ხელისუფლება ვინ თქვა რომ ეს ხალხი ყველა ოპოზიციონერია და საერთოდ რომ თავიდანვე მოგვარებული იყო პრობლემა ვინ გაიგებდა საერთოდ ამ პრობლემის არსებობას
ხო, მაგრამ ეს როგორც ითარგმნა რაღაც აი ვიწრო პარტიულ პოლიტიკასაც ვეძახით და ხალხმა ჩათვალა რომ თურმე შეიძლება ბავშვებს არ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ვიღაცა პირობითად ნაცია. ხო და მე მგონი ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ნუ აი ეს არ ვიცი როგორ დამოგვარდეს, მაგრამ ალბათ ამ ვითარებაში და მოკლევადიან ეკლესიის მიგეთ არავის არ აქვს ამის რესურსი. და მე თუ გვისმენენ, მოუწოდებდი რომ ვიღაცამ თქვა, ეს ხო უბრალოდ ქრისტიანული იქნება, რომ ბავშვებს დავეხმაროთ. და მე დარწმუნებული ვარ, აი ჩემ ცოდნას და კომპეტენციას დავდებ, რომ მე 35 მილიარდში ვიპოვი იმისეთ ხარჯებს, რომელიც ამ ქვეყანაში არავინ არ მეტყვის, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბავშვების ჯანმრთელობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დროის დათმობისთვის, სანდრო რაქვიაშვილს უსმენდით, პარტია გირჩის წარმომადგენელს.